გამარჯობა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ატმის მიზერული ფასი და რეალიზაციის პრობლემა. ფერმერებს კონტაქტები არ აქვთ, რომ ხილი თავად გაყიდონ. დახმარებას კი ხელისუფლებას თხოვენ. რა ღირს 1 კილოგრამი ატამი და რა პრობლემების წინაშე დგანან ფერმერები. არა, გასასვლელი არისად და ამ თბილისში კიდევ ვეღარ აძლევს. ჩვენის ქარხანა ვითომ გააკეთეს, რომ ვითომ რაღაცა რა, არაფერი აბსოლუტურად. ჩუმლაყის გარდა მე ესა ერთად ვერთავარ. ჩემი ბაზარი მარტო ეს არის. უფრო უარესი იქნება სხვა წლებზე. დაგავიწყდათ ხევში რომ ხრიდით ადამიანსა? 1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. წყოლება გაფრთხილება უკვე მიიღეს, რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დააკლდება და რა შემთხვევაში დარჩებიან მძღოლები მართვის მოწმობის გარეშე. ისევედათ მკაცრად ნეჩვენება. ბევრი გააჩერებს მანქანა და ფეხით ივლის. ეგ აქ ამას ნამოქმედებული იყო. იმდენი ცხოვრებელია, იმდენი ავარია, იმდენი უბადურება. ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება. რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია? სინოპტიკოსები მომდევნო 2 დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. როგორი ამინდი იქნება კახეთში 5 ივლისამდე? ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი 7 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ატმის მიზერული ფასი და რეალიზაციის პრობლემა. ხარისხის მიხედვით ატმის ფასი 30-დან 60 თეთრამდე მერყეობს, თუმცა ჩუმლაყელ ფერმერებს მისი გაყიდვა მაინც უჭირთ. ამას ისიც ემატება, რომ წელს მოსავლის მოყვანა ძვირი დაუჯდათ და დანახარჯს ვერ ანაზღაურებენ. ფერმერები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. რაში ხედავენ გამოსავალს და რა უნდა ღირდეს ატამი და ვაშლატამა? ეკა თეთრაძე დაინტერესდა ფერმერების პრობლემებით. ჩუმლაყელ ფერმერებს ატმის რეალიზაცია კვლავ უჭირთ. დღევანდელი მონაცემებით ხილის ხარისხის მიხედვით ფასი 30-დან 60 თეთრამდე მერყეობს, რაც ფერმერებისთვის მიუღებელია. მათი ინფორმაციით წელს შხამქიმიკატებისა და მუშახელის გაძვირების გამო ხილის მოყვანა შარშანდელთან შედარებით ძვირი დაუჯდათ და 60 თეთრი დანახარჯს ვერ ანაზღაურებს. ჩუმლახში ჯერჯერობით არ გახსნილა ხილის გადამამუშავებელი საწარმოც, რაც რეალიზაციის პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. ჩვენის ქარხანა ვითომ გააკეთეს, რომ ვითომ რაღაცა რა, არაფერი აბსოლუტურად. ეგ არის ხელი არ შეგვიშალოთ, თორე შეწყობაზე ლაპარაკი ხდება. ჩამბარებელი პუნქტები ჯერ არ გახსნილა? ჯერ ავიანები. ადრე აზერბაიჯანელები შემოდიოდნენ პატრა მანქანებით, იმათ აუგრძელეს გატანა საბავშვოზე. უნდა იყოს გინდა თუ არა ეს შალანდები, რომ შალანდებით გაეტანა. ისეთ მშვენივრად ეძებოდნენ. თითო ტონა, ორ ტონას ეს აზერბაიჯანელები, კაბლელები და ეს მანოლები მშვენივრად. უფრო უარესი იქნება სხვა წლებზე. დაგავიწყდათ ხევში რომ ხრიდით ადამიანსა? დაგავიწყდათ ისა რომ წავიდნენ თქვენი გადამღებები და გადაიღეს იქა. რატო არა გვარდება სახელმწიფო დონეზე მაინდა-მაინც კახეთის ატმის რეალიზაციის საქმე? აი რატო არა გვარდება ეს საკითხი? დღეს რა ღირს ატამი? რას გაიგებ რომელი ჯიში რა ღირს ახლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 40 კაპიკზე და 30 კაპიკზე მეც არავინ არ იძლევა. ჯერ ახალი დაწყება აშვილო და ის იტალიური რო გახდებდება და ყველა ატამი რომ მოვა ერთნაირად და რომ მოიწევა ერთ თვეზე მეტი ხო აღარ არის ეს სეზონი. მაშინ რა იქნება შვილო? არა, გასასვლელი არისად და ამ თბილისში კიდევ ვეღარ აძლევს. ჯერ არ შემოსულა და რო შემოვა მასიურად რო გახშირდება ატმები ვერ. შეიძლება 20 თეთრი გირდეს 30 თეთრი. დღეს რა ღირს? 50-60 თეთრი. ჯერ ახლა დაიწყო. ეს არ არის თქვენთვის მისაღები ფასი? არ არის, აბა ამდენი ის უნდა წამლა უნდა ის უნდა. 9-ჯერ 8-ჯერ დაწამლა უნდა, მარტო მოხლა უნდა ის უნდა. ანუ ხარჯებს ვერ ანაზღაურებ? ვერ ანაზღაურებ. იმდენი მაგდამჯერ ბანკის ვალი ბანკში მაქვს ფული მისატან 5300 ლარი ბანკში მაქვს მისატან მეწყო უნდა დამჭეს რა ვერ შემოდიან იმიტომ რომ საბაჟო არის ძალიან ძვირი ამას უნდა მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს ეს ამბავი მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ამ ყველაფერს და გლეხი კიდე რომ ამ საქმეს ვერ მოაგვარებს თქვენს გარდა ფერმერები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ, რადგან როგორც ამბობენ, მათ არ აქვთ კონტაქტები და არც გამოცდილება, რომ თავად მოიძიონ ბაზარი და მოსავალი მისაღებ ფასად გაყიდონ. ამბობენ, რომ გასაღების ერთადერთი საშუალება მათთვის ყიტაანში მოწყობილი სარეალიზაციო პუნქტია. მე ბაზარს როგორ მოვიწიე, აი მომისმით რომ ყოველ დღე დავკრიფო ატამი, ყოველ დღე. ყოველ დილ 4 საათს ერგები და მივიდიო რა დღეს ბახში რომ მოვკრიფო.
მე და ჩუმლაყის გარდა მე ესა ვერსად ვერ წავალ. ჩემი ბაზარი მარტო ეს არის. მე ვარ გლეხი. მივდივარ მუშაობ მამა. ჩემს ვამუშავებ და ყიდო. მაგრამ მაითა ვინ არის ყიდო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტრი კახეთში პირადად ჩამოვა და ექსპორტიორებთან შეხვედრას გამართავს. ჩუმლახში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით კი დღეიდან აზერბაიჯანიდან შემოსვლა უკვე დაიწყო. მისი თქმით, კვირის ბოლომდე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს გაიხსნება და ეს რეალიზაციის პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად დღეს გავაცით ცნობები უკვე აზერბაიჯანში გასვლელი. გავიდა. მოლოდინი გაქვთ, რომ პრობლემები არ იქნება წელს? გვაქვს იმის, რომ ვისაც კავშირები აქვს თვითონ სამაცივრო მეურნეობას, კერძო ბიზნესმენებს, კავშირები აქვს რუსეთთან და უკვე რეფრიჟერატორები დაძრულია და მოდის უკვე შემოდის მაგალითად ზეგისთვის ველოდებით 4 რეფრიჟერატორი უნდა შემოვიდეს რუსეთიდან, უკრაინიდან, 2 რუსეთიდან, 2 უკრაინიდან და ნახოთ ეს ისეთი თემაა, რომელიც თვითონ ბიზნესი არეგულირებს ამას. ამ დღეებში ფერმერები მოსავლის მნიშვნელოვნად მატებას ელოდებიან. გაიზრდება თუ არა ფასიც ჯერ არ იციან. მათი გამოთვლით მოგება რომ ნახონ 1 კილოგრამი მინიმუმ ერთ ლარად მაინც უნდა გაყიდონ. ჯერჯერობით კი ხარისხიან ატამს 60 თეთრზე მეტად ვერ ყიდიან. თუ თქვენ მართვის მოწმობა გაქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან SMS შეტყობინებას უკვე მიიღებდით. უწყებას საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მძღოლებს აფრთხილებს, რომ 2 დღეში 1 ივლისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები ჩამოეჭრებათ. ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ გურჯაანში, რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დააკლდება მძღოლს და რა პროცედურების გავლა მოუწევთ მართვის უფლების აღსადგენად, გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების მოახლოებასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს SMS შეტყობინებები ეგზავნებათ და აცნობებთ, რომ 1 ივლისიდან მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაერიცხებათ. ზუსტად 2 დღეში 1 ივლისიდან 100 ქულის მინიჭების შემდეგ მძღოლებს დარღვევებზე გარკვეული ქულები ჩამოეჭრებათ. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 1000 ლარით დაჯარიმებას და 30 ქულის დაკლებას გულისხმობს. არასწორ პარკირებაზე 20 ქულა ჩამოეჭრებათ. სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა და გადაადგილება 30 ქულის გამოკლებას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი დასაშვებს სიჩქარეს 40-ით გადააჭარბებს 20 ქულა დააკლდება. ზებრაზე დარღვევით გავლა და ქვეითისათვის არ დათმობა 10 ქულის ჩამოჭრას ითვალისწინებს. მძღოლებს 5 ქულა დააკლდებათ ღვედის გაუკეთებლობის შემთხვევაში. ის ვინც მანქანის მართვისას ტელეფონზე ისაუბრებს 10 ქულა ჩამოეჭრება. ასევე 10 ქულა მოაკლდება შუქნიშაზე გავლის შემთხვევაშიც. მძღოლებს ქულები დააკლდებათ სხვა დარღვევებზეც. მართალია ახალი რეგულაციები ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა გამოკითხული მძღოლების უმრავლესობა უკვე აპროტესტებს. მათი განმარტებით მთელი წლის განმავლობაში 100 ქულის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მეტად მკაცრად მეჩვენება. ახლა შეიძლება მიკერძებულიც იყოს როგორც მძღოლიდან ეს და ცოტა მკაცრი მეჩვენება ეს ამბავი და ბევრი დაზარალდება. სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ეს ამ წვრილ ქულებით ისეთ შეიძლება მართლა ისეთი ადამიანები დაზარალდნენ, რომელიც დიდ საფრთხეს მაინც და მაინც არ წარმოადგენს და საქმეს ბევრი ვერაფერი უშუალოდ სამაგიეროდ დაზარალდეს. ბევრი გააჩერებს მანქანა და ფეხით ივლის. მე ესე მგონია. დიდი ხარვეზები ექნება. ჯარიმები მალე უცბად ამოიკერან ამს და ეგეთი რაღაცა რა. რაც დაგდებოთ არის ხალხის, ისედაც ცოდუა ეს ხალხი, რა ვიცი. წესები უნდა დაიცვან, მაგრამ ეს ნამეთარია მე როგორც. სხვა მეთოდებიც არ შეიძლება, წესი იგი იქონია. უფრო მე ბაგაჟები, უფრო მეტი ჯარიმები იყოს და ვიდრე ეს ფულიანობა და რაღაც. ეგ აქამაც ნამოქმედებული იყო. იმდენი მსხვერპლია, იმდენი ავარია, იმდენი უბადურება, ძალიან ბევრი უჩიძის საჭესთან. და თუ ეგ არ იქნება, ეგ ერთ-ერთი კარგი საშუალება იმის, რომ გამოსწორდეს ნაცვლებული მაინც მდგომარეობა რა. მე ვფიქრობ, რომ არ დავარგვიო მოძრაობის ესე. მაინც ისედაც, მაგრამ ეგ ნამდვილად დაამართლებს. მე მაგალითად არ ვიცი. წელიწადში ახლა 100-ქულიანი მინისტრი ტრაილერი ვერც უსწრებ დახაზულია, არა გაგუქლება გაუსურვა და ნერვები გეშლება. მინუსტენი ხარო დაარღვია მოძრაობის წესები და გაუსურვა. მაგას დაგაჯარიმებენ. მძღოლებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებს. მათი აზრით 100-ქულიანი სისტემის შემოღება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. ჩვენი ვარაუდით ეს შეამცირებს, ყოველთვის ვამბობთ, რომ 20-30% შეამცირებს ავტოავარიებს. და ჩვენი გვაქვს ამის მოლოდინი, თუ აღსრულება იქნება შესაბამისი მაღალ დონეზე, აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს არის ევროპული ქვეყნების გამოცდილება, ეს არის ის გამოცდილება, საიდანაც ჩვენ მივდივართ და ამდენი შრომა ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ შემცირდეს არა მარტო ავტოავარიები, არამედ
ისეთი ავარიები ძიმე შედეგებს, რომელიც იწვევს. თუ მძღოლებს 100 ქულა გაუნულდებათ, მართვის მოწმობა 1 წლის ვადით ჩამოერთმევათ და გამოცდის ჩაბარება ხელახლა მოუწევთ. ამის შესაძლებლობა კი მათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ ექნებათ. ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება. პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას ქართულ მხარეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეშვილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარიულ კომპანია SGS შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე. ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი ფუნქციონირებს. თუ ისინი SGS-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელება მომავალში მათაც შეეძლებათ. ტექდათვალიერება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებს შეეხება. უკვე ცნობილია, რომ ავტომანქანებს 12 კრიტერიუმით შეაფასებენ. ესენია ძარა და ძარის ელემენტები, ხილვადობა, მოწყობილობები, კომპლექტაცია, იდენტიფიკაცია, საჭე, კონტროლული მარკირება, მაშუქი ხელსაწყოები, სამოხვეჭე სისტემა, ხმაური, საბურავები და გამონაბოლქვი. ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირება ხორციელდება დღეს უბრალოდ ის ექვემდებარება მაღალი გამოვლობის ტრანსპორტი ადგილობრივ და საქალაქთა შორისო გადაზიდვების კუთხით მომსახურებ ავტოტრანსპორტს ემსახურება და დღეს ეს ნაწილი გარკვეული ასე ვთქვათ საქართველოში რეგისტრირებული ავტოპარკი ექვემდებარება ტექნიკურ ინსპექტირებას. ხოლო რაც შეეხება რეფორმის შედეგად ეს იქნება სავალდებულო და ეს იქნება მასობრივად ასე ვთქვათ შეეხება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი აიკრძალება და ექსპორტზე გატანამდე ყველა სახის ღვინის სავალდებულო შემოწმება დეგუსტაცია მოხდება. ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების შემოღებას მეწარმეების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილშიც. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ეს საზღვარგარეთ ქართული ღვინის პრესტიჟს კიდევ უფრო გაზრდის. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ექსპორტზე საქართველოდან 53 ქვეყანაში 50 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. მეღვინეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მის გასატანად მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მიღებული სერტიფიკატი სჭირდებოდათ. ახალგაზრდა მეღვინემ ღვინის წარმოება 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა მევენახეობა მეღვინეობა მისი ოჯახის დიდი ხნის ტრადიცია. მის პროდუქციას ქართულ ბაზარზე უკვე ხშირად შეხვდებით ბაიას, შემდეგი ნაბიჯი კი ღვინის ექსპორტზე გატანა. აქამდე მას ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირების გავლა სჭირდებოდა, თუმცა ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად მას უკვე ნაწარმის ორგანოლეპტიკური შემოწმების გავლა დასჭირდება, თუმცა ეს საერთაშორისო სტანდარტებით აუცილებლობას არ წარმოადგენს. ძალიან ბევრი ღვინო გადის უკვე უცხოურ ბაზარზე და ექსპორტზე. თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი კარგად იქნება გაწერილი და ის პროცესები, რაც აქამდე მიმდინარეობდა, რომელიც 2 კვირაში შეიძლებოდა დასრულებულიყო, არ გაიზრდება, ვთქვათ, ძალიან დიდ დროის მოცულობამდე, დადებითად აისახება ზოგადად მთლიან პროცესზე ქართული ღვინის საწარმოდან უცხოურ ბაზარზე ექსპორტირებამდე. ალბათ რიგი პრობლემები გვექნება, მაგრამ შევხედავთ და ვფიქრობ, რომ თუ ეს პრობლემები სერიოზულ სახეს მიიღებს, აუცილებლად მასზე რეაგირება იქნება საჭირო და ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდანაც ალბათ ძალიან მალე გაჩნდება. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს პარლამენტს ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში შესატანით ცვლილებების პროექტი წარუდგინა. მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 მუხლი დაუმატა. ეს არის ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა და ექსპორტზე გატანამდე ყველა სახის ღვინის სავალდებულო შემოწმება დეგუსტაცია. ლაბორატორიული ანალიზით დგინდება ღვინის შედგენილობა, იქ ალკოჰოლი რამდენია, მჟავიანობა, მქროლამჟავები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს კანონით დადგენილი ზღვრებში. თუმცა დეფექტური გემოები, მაგალითად გადაჟანგული ღვინო გაგიგიათ, არსებობს ესეთი მაგალითად თაგვის გემონაკრავი, არის მწნილის გემო მაგალითად, ეს ლაბორატორიულად არ იზომება. ანუ ამისთვის აუცილებელია დეგუსტაცია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოდან ექსპორტზე გასული ღვინის 30% ადგილწარმოშობისაა და ისინი დეგუსტაციას აქამდეც გადიოდნენ. 2016 წელს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მილიონამდე ბოთლი. აქედან დეგუსტაცია დაახლოებით 15 მილიონმა ბოთლმა გაიარა, ხოლო 35 მილიონმა ორგანოლეპტიკური შემოწმების გარეშე დატოვა საქართველო. პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ღვინის დეგუსტაციას 6 კაციანი ჯგუფი ჩაატარებს. მათ შორის იქნებიან მეღვინეები, სომელიეები და ლაბორატორიის თანამშრომლებიც, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტო კერძო სექტორიდან დაიქირავებს და ისინი როტაციის პრინციპით ანონიმურად შეამოწმებენ სადეგუსტაციო ღვინოს. სააგენტოს კი იმის გათვალისწინებით, რომ ექსპორტზე გასატანი ღვინის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, უკვე დაქირავებული დეგუსტატორების რაოდენობის მინიმუმ გაორმაგება მოუწევს. ჩვენთან არის ქულების სისტემა, თუ საშუალო 6 დეგუსტატორის მიერ მიცემული ქულების საშუალო ქულა არის 1/9-ზე ნაკლები, მაშინ ან თუ ესა დეგუსტატორების უმრავლესობა ღვინოს გააჩერებს ერთი და იგივე დაავადების გამო, ამ შემთხვევაში ღვინო ვერ იღებს სერტიფიკატს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვა ორმა დეგუსტატორმა ნაკლები ქულა დაუწეროს, მაგრამ საშუალო ქულა მაინც იყოს ზღვარზე მაღალი, ამ შემთხვევაში ღვინო იღებს სერტიფიკატს. კანონში შესატან ცვლილებებს მეღვინეების ნაწილი დადებითად აფასებს. ნაწილს კი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს. ღვინის ექსპორტზე გასატანად სავალდებულო დეგუსტირების აუცილებლობას ვერ ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაცია მომავლის ფერმერში. რუსუდან გიგაშვილი შესაძლო კორუფციის რისკებზეც საუბრობს. ღვინოს დღეს სწორედ ის პროდუქტია, რომელმაც ასე თუ ისე კარგად დაიმკვიდრა თავი და მზარდი არის ეს პროცესი ჩვენი ღვინოებისთვის და ჩვენი მეწარმეებისთვის და საკმაოდ დიდი იმედები აქვს ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ კიდევ დამატებითი ბარიერი რაიმეს შექმნა კარგად არის, გასათვალისწინებელი ხომ არ შეუშლის ხელს მათ. შესაძლოა ეს გახდეს გარკვეული კორუფციის წყაროც, ხო ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მეწარმეები შეეცდებიან გარკვეულად გაიოლონ ასე თუ ის საქმე, ჩართონ სხვადასხვა მექანიზმები და თავი აარიდონ ამა თუ იმ კიდევ ერთ ბარიერს და აღნიშნული შენიშვნების შესახებ ინფორმაციას ფლობენ კანონპროექტის ავტორები, თუმცა მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ეს საზღვარგარეთ ქართული ღვინის პრესტიჟს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთან ცვლილებები მცირე მეწარმეებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. სახლის ღვინის შემთხვევაში, როდესაც ერთ ჯერზე ექსპორტზე გატანილი ღვინის რაოდენობა 3000 ბოთლს არ აღემატება, დეგუსტაცია სავალდებულო არ იქნება. ხოლო ვისი წარმოებაც მცირე მასშტაბებს ცდება, მათი ღვინო დეგუსტაციას სააგენტოში გაივლის. ამისთვის კი ერთ ლოტზე, ერთ გასატან პარტიაზე 50 ლარი იქნება გადასახდელი. მნიშვნელოვანია ლარის კურსის გამყარება და არა გაუფასურება. ასევე ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ეს სტაბილურობა ეკონომიკისა და ბიზნესის სწორი დაგეგმვით მიიღწევა. ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუამ ლართან მიმართებით არსებულ დოლარის კურსზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა დოლარი ყველა ვალუტასთან გამყარებულია, საქართველოს მხრიდან ლარის ხელოვნური მექანიზმებით გამყარების მცდელობა სწორი არ იქნება. ექსპერტის განმარტებით, კურსის ცვალებადობა ეკონომიკაზე უარყოფითად დაისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარის ყიდვა დღეს 2 ლარი და 47 თეთრად იყო შესაძლებელი. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ლარი გვინდა რომ იყოს მყარი და გვინდა ნამდვილად რომ იყოს მყარი, ამისთვის აუცილებელია შევქმნათ ისეთი მექანიზმი, სისტემურად ისე მოვაწყოთ საფინანსო სექტორი, რომ ეკონომიკამ შეძლოს ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ფონზე. სხვა თვალსაზრისით, გამომდინარე იმ საერთაშორისო სიტუაციიდან, როცა ყველა სხვა ვალუტაც გაუფასურებულია დოლართან მიმართებით, ხო? ეს არა ქართული ფენომენი, ნებისმიერი სხვა მექანიზმის გამოყენება გარდა ეკონომიკური გაჯანსაღებისა, სისტემური გაუმჯობესებისა არ არის ჩემი აზრით მიზანი. სინოპტიკოსები მომდევნო 2 დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 30 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში კი სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 30-34 გრადუსი იქნება, ხოლო 1 ივლისიდან 5-მდე გამოიდარებს და ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი და
ეთყვა. ივლისიდან ტემპერატურა შეიძლება მთელ საქართველოში და მათ შორის კახეთშიც მიაღწიოს 36-37 და ცოტა შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ 36-37 ჯერჯერობით ვიდანჩვენებ. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დოკუმენტში საქართველოს კვლავ პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. ამერიკის სახელმწიფო ანგარიში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრაფიკინგის შემთხვევების გამოძიების, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ზომები. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის მიღებას. ამასთან ანგარიში ხაზგასმით აღინიშნა ტრაფიკინგთან ბრძოლის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბავშვთა ძალადობის რეფერალური მექანიზმის დამტკიცება. განსაკუთრებულად არის აღნიშნული ასევე როგორც კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებს სამთავრობო უწყებები ტრაფიკინგთან ბრძოლის კუთხით, ასევე ის ტრენინგები, რომელსაც ჩვენ თანამშრომლებს ვიყარებთ ერთობლივად ამ პრობლემასთან ბრძოლის კუთხით. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ჩვენ კვლავ პირველ კალათაში ვართ და ისეთ ქვეყნებთან როგორც არის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, მათთან ერთად ვინაწილებთ ასეთ საპატიო ადგილს. საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იკლილ ჰაკიმი პირველ ვიცე-პრემიერ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ხუმსიშვილს შეხვდა. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ავღანეთისათვის, რამოდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე განხორციელებულია და ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე ბიუჯეტირების მიმართულებით არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომლის გაზიარებაზეც ავღანეთის მხარესთან ჩვენ შევთანხმდით. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა და იმ ძირითადი პროდუქტების შეტანა ავღანეთის ბაზარზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 1 წლისაა საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება დემოკრატიული განვითარების პროცესში ინსტიტუციური აღმშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჩვენ გააზრებული გვაქვს მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რა მნიშვნელობა აქვს სასწავლური ღირებულებების დამკვიდრებას ჩვენ საზოგადოებაში, სახელმწიფოს მდგრადობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების გაძლიერებით და აქედან გამომდინარე ჩვენს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში პირველ რიგში ვხედავთ სწორედ ინსტიტუციური გაძლიერების გზით, პირველ რიგში ჩვენი ღირებულებების, ადამიანის ძირითადი უფლებების გამყარების გზით, ანუ იმ გზით, რაც ისტორიულად განვლო ჩრდილოატლანტიკურმა სივრცემ და ეს გზა უკავშირდება სწორედ სამართლით განვითარების გზას და არა რაღაც იდეოლოგიებით განვითარებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის იუბილეზე ვიმყოფები. გასაოცარია თუ რამდენი რამ გაკეთდა ამ 1 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლას კარგი გუნდი მართავს, რომელიც არა მხოლოდ სასწავლო პროგრამებზე, არამედ ფართო უსაფრთხოების სექტორზე მუშაობს. მე შევხვდი ძალიან ბევრ ღვაწლმოსილ და განათლებულ ლექტორსა და ტრენერს. მათთან თანამშრომლობა ნამდვილად დიდი პატივია.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა წარმოადგენს ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მთავარ ინიციატივას, რომლის მიზანია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს სკოლა. დღევანდელი დღე არის იმის დასტური, რომ ბევრი ქვეყანაა ჩართული აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ სკოლის დაარსების 1 წლის იუბილეს და ამ პერიოდის მანძილზე სკოლის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მე როგორც ნატოს ძირითადი ჯგუფის წევრი ვფიქრობ, რომ ნატოს მხარე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მზად არიან მომავალშიც გაუწიონ მხარდაჭერა საქართველოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. მამა გიორგიმ პირდაპირ მიუთითა საეკლესიო სამართლის გარკვეულ მუხლებზე, რომელიც მეუფე იაკობმა საკუთარი ქმედებით დაარღვია. ამის შესახებ ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მეუფე იაკობის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა საპატრიარქოს მოუწევს. რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო ხარისხისა და ზიარების უფლების შეჩერების თაობაზე ადვოკატის ინფორმაციით დეკანოზისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამართალდამცავებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 4 პირი ესპანეთში, ქალაქ პალმა დე მაიორკაში დააკავეს, 1 დიდ ბრიტანეთში და კიდევ 1 გერმანიაში. დანაშაულებრივი ჯგუფი რეკრუტირებითა და პროპაგანდით იყო დაკავებული. გამოძიება 2015 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, თუ როგორ არწმუნებენ ესპანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს სირიაში გაემგზავროს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რეკრუტირებით დაკავებული იყო იმამი, რომელთან მიმართებაში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოძიება ტარდებოდა და რომელიც დიდ ბრიტანეთში დააკავეს. გარდა ამისა, ის ეძებდა ფინანსურ სახსრებს სირიაში მეომარი ბოევიკებისთვის. უკრაინისა და რუსეთის შემდეგ ჰაკერული თავდასხმის ობიექტები დანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კომპანიები გახდნენ. ამის შესახებ როიტერი უწყება. ამ დროისთვის დგინდება, არის თუ არა ეს შეტევა ერთი და იგივე ვირუსით განხორციელებული. უკრაინაში ვირუსი პეტია A 300 ამერიკულ დოლარს ითხოვს და დაბლოკილი ფაილების აღდგენაში მათგან, ვინც ვირუსით დაზარალდა. არსებული ინფორმაციით, ასეთივე შეტყობინებები მიიღეს დანიური კომპანიამ. მაერსკის ოფისებშიც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერ თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ფრანგული საშენ მასალათა კომპანია და დიდი ბრიტანეთის მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო. დასავლური მედიის ცნობით ვრცელდება ინფორმაცია ესპანეთიდან და ინდოეთიდან კომპიუტერების ქსელის დაზიანებების შესახებ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პარიტრა ნიუსმა გაავრცელა. სამყაროში გლობალური დათბობის პრობლემა მკვეთრად დგას, ამიტომ უამრავი ქვეყანა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. ბერლინულმა ტექ სტარტაპმა Green City შექმნა ახალი ინოვაციური პროდუქტი Green Tree, რომელიც 3-4 მეტრის სიმაღლის და 2 მეტრი სისქის ნაგებობაა, რომელიც მთლიანადაა დაფარული ხავსით. ხავსი შთანთქავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგსა და აზოტის ოქსიდს და სანაცვლოდ ჟანგბადს გამოიმუშავებს. გერმანული სტარტაპის ეს პროდუქტი არა მხოლოდ ჰაერს ასუფთავებს, არამედ ის მის გარშემო ყველაზე მზიან ამინდებშიც კი ინარჩუნებს სიგრილეს. Green City-მ უკვე 20 ხის დამონტაჟება შეძლო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. გლობალური დათბობის პრობლემა მკვეთრად დგას, ამიტომ უამრავი ქვეყანა ცდილობს, რაც შეიძლება. ორმა მეგობარმა შექმნა უნიკალური და სახალისო წამწამები, რომლებიც ციმციმებს და სხვადასხვა ფრად ანათებს. წამწამები არის ინტერაქტიული კოსმეტიკა დიოდური ნათურებით, რომლებიც მარტივად მაგრდება თვალებზე და განსაკუთრებულ განწყობას გიქმნით. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, წამწამები მსუბუქია და სხვა ხელოვნური წამწამების მსგავსად მაგრდება. იდეის ავტორების თქმით, წამწამებს სხვადასხვა ეფექტი აქვს, ისინი სხვადასხვანაირად ანათებს და ციმციმებს თქვენი მოძრაობის მიხედვით. სენსორი, რომელიც თქვენს მოძრაობებს ახიქვამს და წამწამებს უკავშირდება, კეფაზე მაგრდება. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში, სადაც 7 წლის ნინი ბატატუნაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. ეს მის პირველი პრიზი არ არის, ნინი საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია და ასევე წარმატებით გამოდის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე.
ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიგა მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრმა მეტოქეს 15-7 ცლია. არბიტრმა აზერბაიჯანელი სპორტსმენის მოქმედების გამო ჭიდაობა რამდენჯერმე შეაჩერა. მაჭარაშვილმა საბოლოო ტურნირი მოიგო და ჩემპიონი გახდა. ახლა კი ამინდის დროა ჩვენს ეთერში. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურობთ ტელეკომპანია გურჯაანი გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.